მოგესალმებით შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ძვირფასო მეგობრებო ვიწყებ ტრადიციული მიმართვით თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრს ონისე ცხადაძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს ონისემ დამირეკა და ყოველთვის გვიყურებს ესე მითხრა რომ გიყურებთო და ამიტომ ხელს დაუხდებ მთელი გუნდის სახელით. გადაცემის წარმოდგენია PSP. მალე გათავისუფლებას უსურვებ ყველას. ვიწყებ ცენტრალური თემით ქართულ ოცნებას როგორც იტყვიან მეორე სუნთქვა გაეხსნა და ახალი შემართებით დაიწყეს ქვეყანაში დიქტატურის დამყარება. გამოვიდა მამუკა მდინარაძე და დაგვიანონსა რომ პარლამენტში ქართული ოცნება მიიღებს კანონებს რომლითაც უფრო მეტად შეიზღუდება ადამიანის უფლებები, უფრო დავშორდებით ევროკავშირს და დასავლეთს. მაგალითად, ერთი კანონი იქნება, რომლის მიხედვითაც აიკრძალება თანამდებობის პირზე შეურაცხმყოფის მიყენება და მათ აუგად მოხსენიება. მამუკა მდინარაძე ანონსებს ყოველდღე ახალ სიგიჟეებს. მას აშკარად უნდა რომ ქართულ ისტორიაში დაიკავოს თავისი ადგილი. მე დარწმუნებული ვარ რომ მამუკა ბერია ნამდვილად დაიმკვიდრებს თავს საქართველოს ისტორიაში. როგორც ხედავთ, ნელ-ნელა ამკაცრებენ ამ კანონებს, მალე აიკრძალება თანამდებობის პირზე ძალიან ბევრი რამ, მაგალითად, ახლა მიდიან იქამდე რომ მაგალითად წარბის აწევა, აუწია წარბი, ხო? დამთავრდა, აიკრძალება. ცუდად შეხედვა. ეს აიკრძალება. ეს მაგალითად ესა მოკლედ ყველანაირი უარყოფითი ჟესტიკულაციაზე შეიძლება 60 დღით ან 4 წლით დაგიჭირონ. ახლა თქვენ გადაწყვეტეთ დიქტატორულ ქვეყანაში ვცხოვრობთ თუ ყვავის დემოკრატია ჩვენ სამშობლოში. ისე ეს კანონი თუ ძალაში შევიდა, ამ კანონის მიხედვით დიტო სამხარაძეს პირს უნდა მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა. ტანმა იაროს არ არის პრობლემა სადაც უნდა. ჩემ მონოლოგის მიხედვით თავისუფლად შეიძლება გადაცემაშივე შეუულებრივად დაგვაპატიმრონ ყველა და ციხეც მოგვისაჯონ, მაგრამ აქამდე კანონი არ ყოფილა ამის შესახებ, ხო? და მე როგორც კანონმორჩილი ადამიანი დღეიდან არასოდეს მოიხსენებ აუგად ჩინოვნიკს. პირიქით, მე მინდა მხოლოდ საქებარი სიტყვები გამოვიყენო მათი მისამართით. აი რა არის ყველაზე კარგი საქებარი სიტყვა, ეხლა რომ ვიფიქრობ, ხო? აი მაგალითად ძვირფასი ადამიანი, ასე რომ მოიხსენიოთ. არა, ოქროს ადამიანი. ოქროს. არა, ოქროს არ ვარ. ამაზე უფრო აღმატებული არის ბაჯაღლოს ადამიანი. აი სუფთა ბაჯაღლო. აი რა ვთქვა, სავსეა ბაჯაღლო ადამიანებით ქართული ოცნება და ამ ბაჯაღლო პარტიამ შემოგთავაზა ასეთი ბაჯაღლო კანონები რა ვთქვა, მეტი ტკბილი სიტყვა რა გითხრათ. აი როგორ გინდა ახლა მართლა მოიხსენიო ოცნების მინისტრები და თანამდებობის პირები, აი რა ვიცი. მაგალითად, ახალი კანონის მიხედვით ფრაზა ქართული ოცნების ჩინოვნიკები ხალხის ფულს ღორებივით თქლებენ ამიერიდან დაიჯება კანონით. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნების ჩინოვნიკები ხალხის ფულს გოჭებივით ახრამუნებენ. ასე უფრო საყვარლად ჟღერს, ვიდრე შეურაცხყოფილად მინდა გითხრათ. საინტერესო ცვლილებაა მოქალაქეთა დაკავების ვადებში. როგორც მამუკა ბერიამ გვამცნო, მალე ადმინისტრაციული პატიმრობა ნაცვლად 15 დღისა იქნება 60 დღე. აი რომ ვამბობთ საქართველოს არასოდეს გახდება რუსეთიო, ამაში მართლები ვართ. იმიტომ რომ ამ ერთი კონკრეტული ფაქტით აშკარად რუსეთზე ორჯერ უარეს დღეში ვართ. პირიქით, ახლა რუსი ოპოზიციონერები იძახიან, რუსეთი არასოდეს გახდება საქართველოს. არ დაუშვებთ რუსეთის საქართველოზაციასო, ანუ ესე იძახიან იქიდან. რამდენიმე დღის წინ მოქალაქეებმა გადაწყვიტეს თბილისი მოლთან აქციის ორგანიზება და მაგისტრალის გადაკეტვა. ეს დაანონსებული აქცია აშკარად არ ესიამოვნა ქართულ ოცნებას და მათ გადაწყვიტეს რომ მოქალაქეების სამაგალითო დასჯა და დაშინება. აქციას დახვდა პოლიციის და სპეცრაზმის უპრეცედენტო რაოდენობა. თან ყველა აგრესიული. ისეთი აგრესიულები იყვნენ ეს ზალონები, რომ პირდაპირ აქციის მონაწილეებს აგინებდნენ. ქალს, კაცს, მოზარდს, ბიჭს, გოგოს, აბსოლუტურად ყველას. მოკლედ, პოლიციელია თუ მთვრალი პათოლოგი ადამიანი ვერ გაარკვევდი იმ დღეს ამ ადამიანისგან, მაგრამ პათოლოგი ამათ იმიტომ ჯობია, რომ ის მეორე დღეს აანალიზებს, რომ ცუდი რაღაც ჩაიდიდა და ესენი პირიქით ამაყობენ ქალებს რო აგინებენ. ცოტა ხანში მგონია, რომ 112-ში რომ დარეკო და დანაშაული შეატყობინო, იქიდან ოპერატორი გიპასუხებს, რეებს მიყევი, ბოზობ ამ ხელა კაცი. აი ესეთი შეგრძნება მაქვს. ამ აქციაზე
თავი გამოიჩინა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ზვიად ხარაზიშვილმა იგივე ხარებამ. საკუთარი ავტომობილიდან პირდაპირ რუპორით აგინა აქციის მონაწილე ახალგაზრდას. მერე ეს არ იკმარა და პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა. მოდით ვნახოთ. როგორც ხედავთ, ძალოვნებმა ერთი აქტივისტი მიჰგვარეს ხარებას და ამან წიხლი ჩაარტყა. ისე კარგით ახლა, ამხელა ღირსების ორდენით დააჯილდოვეს კაცი და ერთი უღირსი საქციელი ახლა რამენაირად ვაპატიოთ. ხარებას ვიდეოს გაპრავება როგორ შეიძლება იტყვით, ალბათ, მაგრამ მე გეტყვით, რომ არ არსებობს ვიდეო, რომელიც გაპრავებაც ქოთს არ შეუძლია. მოდით ნახოთ, როგორ შეაფასა ხარებას ქმედება მამუკა ბერიამ. ფეხის დარტყმის მომენტი დაინახეთ? თუ ფეხის მოხსნების მომენტი დაინახეთ? არ ვამართებს ზედმეტად, შეიძლება დაარტყა კიდევაც. არ ვამართებ. მაგრამ ფეხის დარტყმის მომენტი კონტაქტი დაინახეთ? ფეხის დარტყმის მომენტიო, სად არისო? დაინახეთო? კონტაქტი დაინახეთო? მე ვერ დავინახეო. როგორი მოხერხებულია მამუკა რა? მამუ, მე მეორე ვიდეოც მაქვს, აი ნახე. აი ამ ვიდეოში რა ხდება? დაინახე რა მე? მე მაგალითად კონტაქტი დავინახე, მაგრამ მოქნება და ხელის დარტყმა ვერ დავინახე. ვერ დავინახე. ზოგი პირიქით არის მოქნევას ხედავს, მაგრამ კონტაქტს ვერ. აი მამუ, თურმე ყველაფრის გაპრავება შეიძლება. ყველაფერი პრავდება ამ ქვეყანაში. მოდი ხარებას დაუბრუნდეთ, მინდა გაჩვენოთ ხარებას ფოტო, რომელიც გადაღებულია აქციის დარბევიდან მეორე დღეს. მინდა გითხრათ, რომ ეს ფოტო გაავრცელა რუის-ურბნისის ეპარქიამ. ეკლესიაში მივიდა ხარება. მის ჩადენილ ცოდვებს თუ გადავხედავთ, ერთი მისვლა ეკლესიაში წესით არ უნდა იყოს. არ არის საკმარისი, რაღაც ყოველდღიური გრაფიკია მოსაფიქრებელი. საღამოს ხალხის დასახიჩერება, დილით მონანიება. როგორც თვითმფრინავები ყვებია, ხარება კედელთან მისულა და დაუწყია ბუტბუტი თავისთვის. დაუწყია ბუტბუტი, დაუწყია და უდანაშაულო ხალხს ვცემო, ვაკავებო, ვაგინებო, ხო მომეტევებაო და ამ დროს თურმე ზეციური ხმა გაისმა. პრეს-ცენტრს მიმართეთ, პრეს-ცენტრს. ძალიან საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა ხარებაზე მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ბევრი დეტალი თქვა, მაგრამ მე განსაკუთრებით ეს დამამახსოვრდა. მოდით ნახოთ ეს ინფორმაცია. ხარება კუპატაძეს და სირაძეს მოდელებს ეძახის. შაიშმელაშვილი ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში ამბობს. ანუ პოლიციელები, რომლებიც ისეთი სასტიკები არ არიან, ხარებას თვალში არიან მოდელები. სისხლი უნდა სწყუროდეს პოლიციას მის თვალში რა. რიგითი პატრულის თანამშრომელი, რომელმაც შეიძლება ქუჩაში ადამიანს დაეხმაროს, მაგათ ალბათ ფისუნიებს ეძახის. ადამიანის დანახვაზე კბილები თუ არ გიყრაჭუნებს, ხო? ანუ ის პოლიციელად არ ითვლება. მისი გადმოსახედიდან. ისე დააკვირდით რა გამოდის მამუკა მდინარაძის დაანონსებული კანონის მიხედვით, ხარება შეიძლება 60 დღით ადმინისტრაციულად დააპატიმრონ. რომ თანამდებობის პირებზე მოდელებს ეძახის, ანუ ამცილებს, შეურაცხყოფას აყენებს. ხვდებით? მამუკა, ეს რას ნიშნავს? მამუკა. ჭკვიანად იყავი, მამუ. უკვე მერამდენე დღეა შიმშილობს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ის ბოლომდე პრინციპულად აპროტესტებს ქართული ოცნების რეჟიმს. მოდით ნახოთ რა კომენტარს აკეთებს მასზე ირაკლი ზარქუა. ხაზგასმით, ირაკლი ზარქუა. ქართული ოცნების უდაბნოს არწივი ირაკლი ზარქუა. როდესაც პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შიმშილობა არ იქნება ინდულგენცია, რომ პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს რომელიმე პირი. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას. აი ხალხო, რო გაინტერესებდათ, როგორ გამოიყურება უტიფარი ადამიანიო. აი ასე გამოიყურება უტიფარი ადამიანი. ტიპმა აბუ-დაბიში ააოხრა სასტუმროს რესტორანი. ადამიანს თეფშები ალეცა თავზე, მერე დაიჭირეს და ფულით გამოუშვეს და მზია ამაღლობელზე ამბობს აი ამას. რაღაცა ბუნების ძალა რო არსებობდეს, წესით ამ დროს მიწა უნდა სკდებოდეს და უფსკრული უნდა ისრუტავდეს აი ამ ადამიანს. ხვდებით ხალხო რა მოხდა? მზიამ პოლიციელს სასიკვდილო სილა გააწყდა სახეში და ზარქუამ კიდე რა ვიცი, ძალიან მსუბუქად აოხრა რესტორანი აბუ-დაბიში და უმნიშვნელოდ და ნაზად დაალეცა თეფში თავზე აქტივისტს. სისხლიც კი ნაზად მოსდიოდა. რა ვიცი, სად მზია სისასტიკე და სად ზარქუას რაღაცა მსუბუქი ქარაფშუტობა.
ოხ ზარქუა იმ შეიხს რა უთხარი მე 1.50 როს გირობ დაენანა ზარქუა შუბლისთვის არა საერთოდ ზურგზე ურტყამე ხოლმე როზგს მაგრამ ზარქუას ხომ ზურგივით შუბლი აქვს და ამიტომ ის მიგულისხმ მინდა გადავიდეთ ჩემი მონოლოგის ახალ რუბრიკაზე ეს არის ახალი ოპოზიციის გამოსაფხიზლებელი რუბრიკა დიდხანს ვიკავებდი თავს რომ ოპოზიციაზე არ მეხუბრა რომ არაფერი მეთქვა ოპოზიციას მაგრამ რა ვქნა უნდა თქვა თითქოს მიძინებულია ჩვენი ოპოზიცია ისე არიან ტელესტუდიების სითბოს მიჩვეულები როგორც კატა მიეფიცხება ხოლმე თბილ ბუხარს ხო და იქნება რამენაირად გამოაფხიზლო ნუ ზოგიერთი ოპოზიციონერი ისეთ პასიური გახდა რომ აქციაზეც აღარ გადიან ისე რამდენი ხანია რომ ახლა 2 თვეზე მეტია რაც აქციები ტარდება და საცსალიეთ ახლა ოპოზიციას აქციაზე გასასვლელად მთავრობა ყავთ შესასვლელი ხალხი უკვე 70 დღეა ქუჩაში დგას და ოპოზიცია ამ ყველაფერს ვერ იყენებს 70 დღე იცით ხალხო რამდენია იცით რამდენია 70 დღე აი თქვენ რომ ნორმალური ოპოზიცია იყოთ წესით ახლა თქვენს გადადგომას უნდა ითხოვდეს ხალხი ეს შიდა დაპირისპირებაც არ დასრულდა ნუ რა გააკეთა გუშინ მაგალითად ერთ ნუ გახარია პარტიამ გამოდო რაღაცა ბანერი 59 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია დარჩენილია 99 ნაციო ანუ კოცებიც ნაცი მოკლედ ოცნება ყველას ნაცებს ეძახის მათ შორის გახარიასაც გახარია ყველა ნაცს ეძახის მათ შორის ნაცებსაც და კოცებსაც და ყველა ოპოზიციონერს ანუ კოცები ყოფილ კოცებს ნაცებს ეძახიან, ყოფილი კოცები კოცებს ნაცებს ეძახიან, ამასთანავე ამ კოცებიდან და ყოფილი კოცებიდან ბევრი ყოფილი ნაცია. ამოცანა გვეკითხება, თქვენ ძალიან ტვინი ხარ გაბურღეთ ახლა აი უკვე აღარ შეგვიძლია აი ამდენი აი ფიქრით და აი ამდენი ანალიზით. მე მაინც ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ ჰყავთ ლიდერი. მოდი დავიწყოთ ოპოზიციის ლიდერის ძებნა. ნუ ლიდერს რა უნდა ჰქონდეს? ნუ ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ რა არ უნდა ჰქონდეს, ახლავე ჩამოგიცვლით. იძებნება ოპოზიციის ლიდერი, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს ნიკა მელიას გულუბრყვილობა, გიორგი ვაშაძის ოპტიმიზმი, გახარიას თავდაჯერება, ნიკა გვარამიას მოდურობა, ბადრი ჯაფარიძის გამჭოლი მზერა და ბერდია სიჭინავას არაფერი. თუ ხართ ვინმე ასეთი გამოჩნდით, თორე დაგვექვსა ქვეყანა თავზე. ოპოზიციას მინდა მიმართო, იმ ოპოზიციას, რომელიც იძახის, რომ ბოლო დღეები აქვს ბიძინას. ხალხო, მე სულაც არ ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი ან რომელიმე ადამიანი დედამიწაზე დაუმარცხებელია. უბრალოდ მინდა გაიაზროთ, ვის ებრძვით და გააზრებულად ებრძოლოთ. ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, მილიარდერი, რომელსაც აქვს 7 მილიარდი დოლარი. ხალხო, აი ხო დავიწყოთ. 7 მილიარდი რამდენია თუ იცით? აი როგორ აგიხსნათ? აი კარგად რომ გაითავისოთ 100,000 დოლარი რომ გქონდეთ დღეში შემოსავალი. 7 მილიარდი რომ დააგროვო 191 წელი უნდა იცოცხლო. თან დღე არ უნდა ჩააგდო. აი ასეთი ადამიანის დამარცხებას აპირებთ. მაგრამ აქვე აღნიშნავ რომ ბაშარ ასადმა ძალიან მოულოდნელად დაასრულა დიქტატორული კარიერა და მისი არაოფიციალური ქონება იცით რამდენი იყო? 100,000 დოლარი რომ ყოველდღე გქონდეთ შემოსავალი, უნდა იცხოვროთ 3287 წელი. აი ასეთი ადამიანის დიქტატურა დაემხო რამდენიმე დღეში სირიაში. იდეით დაამარცხეს ასადი. იდეით. იდეა საჭირო ძვირფასო მეგობრებო, იდეა, მაგრამ რო ვაკვირდები იმ იდეასთან ერთად ჰქონდათ ხო და რა ვიცი, აბა ეხლა თქვენ იცით თუ რამეს მოიფიქრებთ სამუშაო შეხვედრაზე გააჟღერეთ და მერე თოქ-შოუებიდან გაგვაგებინეთ ფეხი ფეხზე გადადებულებმა. მე მგონი ძალიან მკაცრი ვიყავი ძვირფასო ტელემაყურებელ ოპოზიციის მიმართ. ისე მართლა არ იმსახურებს ჩვენი ოპოზიცია ამდენ კრიტიკას. ძალიან ხშირად მესმის კრიტიკა ოპოზიციის მისამართით, რომ თითქოს თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ, არ მართავენ პროცესებს და არ იბრძვიან ხელისუფლების შესასვლელად. რა სისულელებს ლაპარაკობთ ამ ოპოზიციაზე. აი, რა სისულელებს, აი, მაგას რომ ამობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თვალები გაქვთ დაბრმავებული.
პირველი ვინ თქვა ეს ხელისუფლება მოყანყალებულიაო და ცოტა დრო დარჩაო, ვინა თქვა? არ თქვა ოპოზიციამ. ან ცეცხლი ოლიგარქიასო ვინ თქვა? ვინ არა თვალებში რაც არის ხوار შევიყრით. ან ეს ქვეყანა არასოდეს გახდება ბელარუსი, ეგ ვინ თქვა? ოპოზიციამ არ თქვა? ვინ და ოპოზიცია ვინ თქვა? კაი სიტყვებს თავი დავანებოთ, კაი ქმედებები რომელი ერთი ჩამოვთვალო სპეცრაზმს რომ პირისპირ დაუდგა და პირში რომ უთხრა ამას რატო აკეთებთ არ გცხვენიათო ეგ ვინ იყო? ვინ იყო ოპოზიციონერი არ იყო თვალებში რომ ჩახედა სპეცრაზმელს რომ თვალებში ჩახედა ეგ ხო ოპოზიციონერი იყო ან დასავლეთის იმედი რო აქვს მხოლოდ ვის აქვს ოპოზიციონერს არა აქვს ან აქციისას ჟურნალისტებთან ახლოს რომ დგანან იმიტომ რომ პირდაპირ ეთერის დროს პირველი ჩაერთონ პირდაპირ ჩართვის დროს და თითი დაუქნიონ ბიძინას ვინ არის ოპოზიციონერი არ არის ამიტომ ოპოზიციაზე სანამ რამეს იტყვით პირი გამოირეცხეთ იცოდეთ პირი გამოირეცხეთ როგორ აი ახლა ძვირფასო მეგობრებო პროდიუსერი მანიშნებს რომ აი ამ წამს ერთ-ერთი ოპოზიციონერს უთქვამს ქართული ოცნება არის მილევად რეჟიმშიო ესეც მე ვარ ესე იგი პროცესებში ჩართულები არიან ხო რაღაცა ლაპარაკობთ ამას ჯერ მარტო ყველა ოპოზიციონერს რომ კაცრი სახი აქვს მე მარტო ეგეც კი მაკმაყოფილებს სხვა რა გითხრათ აბა დიდი მადლობა აი ეს ცოტა ემოციურად მინდა დავასრულო დღევანდელი ჩემი გამოსვლა ჩვენ შოუს მუსიკალურ დაპროექტ ბენდი დამუნალეკო იშვილის ხელმძღვანელს მადლობა გადაცემის წარმომადგენელია PSP